საღამომშვიდობის ტელეკომპანია გურჯაანის ჟურნალისტებთან ერთად ახალ ამბებს მე თამარ გორხელაშვილი გიამბობთ. ახლა კი ვნახოთ ანონსი. ჰაერით იწამლება, ჩვენც ვიწამლებით, მეტი წინით ცუდად ავარ. სანავარდოში გახშირებულ დაავადებებს ტყავის გადამამუშავებელი ქარხნის მუშაობას უკავშირებენ. მდინარე ბურსა უკვე დაბინძურდა, მოსახლეობასა და პირუტყვში კი დაავადება ვრცელდება. დაიხურება თუ არა საწარმო, რომელიც ფილტრების გარეშე მუშაობს და ვინ არის პასუხისმგებელი აქაურების ჯანმრთელობაზე. გაჩერება არ შეიძლება, სახშიო ჩადგება ხოლმე სუნი, აი გული წაგება ისეთი სუნი. მოდის ლურჯი, ცუდი წყალი, ესეთი სუნი აქვს, აი ცხოველებიც კი არ სვავენ იმ წყალს. მესამე წელია რამდენიმე მილიონად შეფასებული გურჯაანის სპორტ კომპლექსი უფუნქციოდ დარჩა. ამის პარალელურად კი ახალი კომპლექსის მშენებლობა იწყება. აშენდება თუ არა 6 თვეში 100,000 ლარად ახალი გამაჯანსაღებელი ცენტრი. იმისათვის საფუძველი იყოს, რომ აი ვერ აკეთებენ, ეგ მაგის თქმა ჯერ არის ადრე. Მთელი 6 თვე გვაქვს ჩვენ საშუალება, იმ 100,000-ის გახარჯვა შეიძლება 1 საათში. ახმეტის მუნიციპალიტეტი 3 ჯიპს ყიდულობს, რა უჩნდება გამგეობა შენაძენი და რატომ აკრიტიკებს ოპოზიცია მათ. როცა ქვეყანაში უარესდება სოციალური მდგომარეობა და მათ შორის ახმეტაშიც, ჩვენ მიგაჩნია, რომ ეს არის ხალხების უყარეთ ხარჯვა. მე ვყიდულობ ამ ეტაპზე 3 მანქანას, რომლებიც არავითარი მაღალი გამავლობის არ არის ეს მანქანები. ღვინისა და ხილის შემდეგ რუსეთის ბაზარზე ქართული მწვანილიც გავა. რა პრობლემები აქვთ მემწვანილეებს და გააუმჯობესებს თუ არა მათ სოციალურ მდგომარეობას იმპორტი. თუ ფასი იქნება, მაგრამ გიზავდი რაც აქ არაფერი არ გამოდის. მწვანილები თვილად დავცესებ გრით. კახეთში ვაზის გაშენება დაიწყეს, რა მოლოდინი აქვთ მევენახეებს. ახლა სუნთელში საფერავს რო. ამ ბოლო პერიოდში ფასი დაედო. 2014 წელს უკვე გაშენდა 6 ჰექტარამდე ვენახე. როგორც ცხოვრობენ ლაგოდეხში, სოფლებში ჩასახლებული ემიგრანტები და რა პრობლემები აქვთ? მინდა ჭარაში დაბრუნება. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ჯანმრთელობისთვის საშიში საწარმო და დაბინძურებული მდინარე ბურსა. სანავარდოს მოსახლეობა სოფელში ტყავის გადამამუშავებელი ქარხნის მუშაობის გამო გახშირებულ დაავადებებს უჩივის. ადამიანებთან ერთად ხშირია პირუტყვის დაავადების შემთხვევებიც, რადგან ქარხნიდან გამომავალი წყალი იმ მდინარეში ჩაედინება, რომელიც არტეზიულ ჭებსაც ამარაგებს. საკითხი გარემოს დაცვის სამინისტრომაც შეისწავლა და საწარმომ დაჯარიმდა. მოსახლეობა მის დახურვას მოითხოვს და ზაფხულის მოსვლას ხშირში თელის. დღეს ვარდისუბნელების პრობლემები ეკა თეთრაძემ ადგილზე მოისმინა. ეს ვიდეო მასალა სანავარდოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მოსახლეობასთან ერთად გადაიღო. როგორც ამბობენ, ეს დაბინძურებული წყალი ტყავის გადამამუშავებელი ქარხნის გამწმედი ნაგებობიდან გამოედინება და მდინარე ბურსაში ჩაედინება. კაფი მოდის, აი კაფი, როგორც აი პარაშუტი რო გასხნია სადაც, აი ეს კაფი მოდის. სანავარდოში სწორედ იმ პრობლემაზე საუბრობენ, რაც აქაურებს ქარხნის მუშაობის გამოექმნებათ. შემაწუხებელი სუნის გარდა ისინი გახშირებულ დაავადებებზეც ჩივიან და იმ შემთხვევას იხსენებენ, როცა ბურსაში ბანაობის შემდეგ ერთ-ერთ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა დღემდე აწუხებს. მათივე თქმით, ბურსას წყალი არტეზიულ ჭებსაც ამარაგებს და ეს საკითხს კიდევ უფრო ამწვავებს. გარდა ამისა, ხშირია საქონლის დაავადების შემთხვევებიც. სუნი გადმოდის აი ფანჯრებში ბავშვები ვეღარ ის გვიქნია. რა ვიცი, ვეღარ სუნთქავენ თითქმის ფანჯრების უდაკეტილი გვაქვს მაგის გულისთვის. ჰაერით იწამლება, ჩვენც ვიწამლებით, მეტი წინით ცუდად ავართ, მთლიანი სოფელი და ხალხი. ბავშვმა იბანავა და თელ ტანზე დააყარა და სათბილისოთ, აი თბილისამდე იარა დედამისმა ძლივს მოარჩინა ბავშვი. მოდის ლურჯი, ცუდი წყალი, ესეთი სუნი აქვს, აი ცხოველებიც კი არ სვავენ იმ წყალს. კანის დაავადებები, ხშირად აი გამონაყარი, აი ვისაც უბანავია, აღარ ჩაგვიშვია ხოლმე წყალში. მდინარეში თევზი, ბაყაყიც აღარ არის, საქონელი რო გაივლის, შილიქების ბრება საქონელს. აქ კიდე მთელი ამ ტერიტორიაზე სუნით ვერ დადგები გარეთ. ტყავის გადამამუშავებელი ქარხანა სანავარდოში 17 წელია მუშაობს და როგორც აქაურები ამბობენ, ამ პრობლემის მოგვარებას ყოველთვის უშედეგოდ ითხოვდნენ. ბოლო 1 წელია ქარხანა შეპესე კვარპელის საკუთრებაშია. მისი ხელმძღვანელობა მოსახლეობას უკვე შეხვდა და პრობლემის მოსაგვარებლად 4 თვის ვადა ითხოვა, თუმცა სანავარდოში ეჭვობენ, რომ ქარხანა პრობლემის მოგვარებას ვერ შეძლებს. მაგას უნდა ქიმიურად გაფილტრა, არა მარტო ორგანულად. თუ ის ქიმიური არ დააყენა რა, მე მოხსნის მარტო მაგ პრობლემას. არანაირად არ შეიძლება სხვანაირად. ეს შეიძლება ეს 4 თვე ხელზე დაგვიხვიონ და 4 თვის მერე 1-2 თვე გააჩერონ, მერე ვსიო. ისე ხელი მეოთ. ამასობაში ისინი მოგებას ნახულობენ და ხალხი კიდე ასე წვალობს. ვაფშე უნდა გადაიტანონ, არ შეიძლება. იმას რომ წყალს ვენას გააკეთებენ, საგუბას გაუკეთებენ თუ რაღაცა დაბლა წაეყვანენ, ფილტრებს დააყენებენ. ამ სუნსაც ფილტრს ვერ უყენებენ.
მიულენ და მიუნგრენ თერ ყველაფერს რაც არის იქშიგა დანადგარია რაღაცა არის ყველანი არის სამუშაო სტანოკია დამუტრე და მე რემონტო დაგან. საკითხი გარემოს დაცვის სამინისტრომაც შეისწავლა და დადგინდა, რომ ნახმარწყლებში სულფატის რაოდენობა ზღვრულად დასაშვებ ნორმას მნიშვნელოვნად აღემატება. ამის გამო ქარხანა 5,000 ლარით ერთხელ უკვე დაჯარიმდა. პრობლემის არსებობას შეპესე კვარპელშიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ 4 თვეში მის გამოსწორებას შეძლებენ, თუმცა მანამდე ქარხნის დახურვას არ აპირებენ, რადგან როგორც ამბობენ, ეს როგორც ქარხნის, ასევე თანამშრომელთა ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. დღეს ქარხნის გადაღება მხოლოდ გარედან მოახერხეთ, რადგან იმ მოტივით, რომ კერძოა, ტერიტორიაზე შესulis უფლება არ მოგვცეს. ორგანულ კი არა, ქიმიური ნაერთების გაფილტრებას ვახდენ. ორგანული ნაერთები დამიჯდებოდა მარტო $15,000 მე ვიხდი $100,000 რომ გავახდო სრულად უზრუნველყოფა იმ ტექნიკური მონაცემების და მახასიათებლების, რომელსაც ითხოვს საქართველოს და ევრო 4 და ევრო 5 სტანდარტია მაგი უკვე, რომელზედაც მე მაქვს საუბარი. ასე რომ აქ პრობლემას უყურეს მომავალში მოუხსნით. მოსახლეობას კი მოახლოებული ზაფხული აშინებს, რადგან როგორც ამბობენ, წლის ამ დროს ქარხანა უფრო მეტი დატვირთვით მუშაობს და პრობლემაც სწორედ ამ დროს უფრო მეტად მწვავდება. სამუშაოები არ დაუწყია, თუმცა 6 თვეში ბიზნესმენი გურჯაანში ულტრათანამედროვე აუზის გაკეთების პირობას დებს. გამაჯანსაღებელი ცენტრის ფუნქციონირების აუცილებლობაზე საუბრობენ გამოკითხული რესპონდენტებიც, რადგან უკვე აშენებული სპორტული კომპლექსი, რომელზეც 3 მილიონამდე დაიხარჯა, მესამე წელი არ მუშაობს. რამდენად რეალურია ბიზნესმენის დაპირება და აუზის გარდარისი გაკეთება იგეგმება ამ თემით ეთერ თეთრაძე დაინტერესდა. ეს სპორტ კომპლექსი, რომლისთვისაც 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა და ულტრათანამედროვე საცურაო აუზს, სატრენაჟორო დარბაზსა და სპორტულ მოედანს აერთიანებს, 3 წელია უფუნქციოდაა დარჩენილი. როდის დაიწყებს მუშაობას, ამ დრომდე გამგეობაში პასუხი არ აქვთ. სწორედ ამიტომ გიორგი ფირალიშვილმა დახურული ტიპის აუზის გაკეთება გადაწყვიტა. სანაპიროს ქუჩაზე 512 კვადრატული მეტრი ფართის ნაკვეთი გამგეობისგან აუქციონის გზით შაშან ზაფხულში შეიძინა და ერთ წელში 100,000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაუწყია. ჩვენ რაც ხელშეკრულება გვაქვს და პირობა აღებული, მას ვასრულებთ. ჯერჯერობით არავითარი დარღვევა არ გაგვაჩნია. ეხლა შენებლობა წამოვიწყოთ და 100,000 ლარი ვერ გავხარჯოთ 6 თვეში, ეს ვინც მშენებლები არიან, ალბათ გაეცინებათ, რომ მარტო საზირკვლის ამოღებაში დაგვჭირდება ის 100,000 ლარი. მართალია 6 თვე უკვე გავიდა, მაგრამ ახლა ახალი სპონსორი იშოვა და ორივე ერთად პირობას დებენ, რომ დარჩენილ 6 თვეში 100,000 ლარის ინვესტიციასაც განახორციელებენ და სექტემბერში გურჯაანელებს ულტრათანამედროვე აუზი ექნებათ. მაგ 100,000 ამ 6 თვეში განვახორციელებთ, შენობა ამოვა დაბლიდან, საცურაო აუზი ნაწილობრივ მოეწყობა, ჩვენ გვინდა რომ მთლიანად დავასრულოთ ამ ზაფხულს, რომ გაიხსნას, მარტო საცურაო აუზია კლაპარაკი. დანარჩენი ის ტერიტორია, სადაც უნდა მოეწყოს მე პატარა სპორტული მაღაზია, რაღაცები, მაგას უკვე იმ 2 წლის ვადა გვაქვს ჩვენ კიდე. იმ პერიოდში განვახორციელებთ. გამოკითხული რესპონდენტები ამბობენ, რომ გურჯაანში ამ სპორტის განვითარება და აუზის გაკეთება აუცილებელია, რადგან სურთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ. ეს ყველაფერი ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის წინაპირობაა და აუცილებელი ფაქტორია, რომ ჩვენი მოსახლეობა იყოს დაკავებული ამ სპორტის სახეობით. სულ არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, მივესალმებ იმას, თუ კი გურჯაანში იქნება, რადგან პირადად ჩემ შვილსაც სჭირდება და ვატარებდი აუცილებლად, თან თუ ჰიგიენურად დაცული იქნება, რა თქმა უნდა. საკრებულოს დეპუტატთა ნაწილს კი ბიზნესმენების დაპირების არ სჯერა. მათი ვარაუდით სამუშაოებს ასე სწრაფად ვერ მოასწრებენ. ჩვენ გადმოგეცით იჯარით შეისყიდეთ ის მიწა, დღემდე თითქმის არ დადებული, ერთ-ერთი არ დახარჯული. რა გარანტია გვაქვს იმისა, რომ ვთქვათ 30 ივნისამდე, როგორც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, თქვენ 100,000 დახარჯავთ. თუმცა ბიზნესმენებს დიდი გეგმები აქვთ. აქ საცურაო აუზის გარდა სპორტული მაღაზია, გამაჯანსაღებელი და გასართობი ცენტრიც გაიხსნება. ახმეტის მუნიციპალიტეტში გამგეობის მიერ 3 ჯიპის მარკის ავტომობილის შესყიდვის ფაქტს აპროტესტებს გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის რაიონული ორგანიზაცია. ხელმძღვანელის ირაკლი უჯირაულის განცხადებით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტს 10-ზე მეტი ავტომობილი ემსახურება და ახლის შეძენა რაიონში არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის ფონზე გაუმართლებელია.
ისევე ინფორმაციით მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომობილების შენახვის ხარჯი წლიურად 150.000 ლარს აღემატება. ბრალდება სახნიკის გამგებელი პასუხობს და აცხადებს, რომ ახალ ავტომობილებზე ძველი გაყიდვის შედეგად მიღებული თანხები დაიხარჯა. ინფოზე, როდესაც ქვეყანაში გამოცხადებული არის ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, სწორედ ამ გამოცხადების შემდეგ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მისცა თავის თავს უფლება, რომ გამოეცხადებდა ტენდერი ავტომობილების შეძენაზე, საუბარია მაღალი გამოვლების ჯიპებზე, გამოყოფილი ამისათვის 36.000 ლარი. როდესაც ქვეყანაში უარესდება სოციალური მდგომარეობა და მათ შორის ახმეტაშიც, ჩვენი მიგვაჩნია, რომ ეს არის თანხების უყარიათო ხარჯვა. ჩვენ ყავდა წინა ხელისუფლებისგან შემორჩენილი ნივები, რომლებსაც ძალიან ბევრი თანხა მიდიოდა მათ რემონტში და მე ეს ნივების წინაზე მოახდინეთ ამ ნივების აუქციონის რეალიზაცია და აქედან გამომდინარე აქედან შემოსული ძირითადად აქედან შემოსული თანხით მე ვყიდულობ ამ ეტაპზე 3 მანქანას, რომლებიც არავითარი მაღალი გამოვლობის არ არის. ეს მანქანები აღჭურვილები მთავრობის მიერ განსაზღვრული სტანდარტებში ვждებით ჩვენ 2-0-იანი მოტორები, საკმაოდ ეკონომიური და საკმაოდ ასე ვთქვათ გამართული, რომელსაც აღარ დაჭირდება ამდენი რემონტი. ღვინისა და ხილის შემდეგ რუსეთის ბაზარზე ქართული მწვანილიც გავა. რა პრობლემები აქვთ მემწვანილეებს და გააუმჯობესებს თუ არა მათ სოციალურ მდგომარეობას იმპორტი? თუ ფასი იქნება, მაგრამ გიზავკი რაც აქ არაფერი არ გამოდის. მწვანილები თვილად დავცესებ გრით. კახეთში ვაზის გაშენება დაიწყეს. რა მოლოდინი აქვთ მევენახეებს? ეხლა სუნთელში საფერავს რომ ამ ბოლო პერიოდში ფასი დაედო 2014 წელს უკვე გაშენდა 6 გექტარამდე ვენახე. როგორ ცხოვრობენ ლაგოდეხში, სოფლებში ჩასახლებული ემიგრანტები და რა პრობლემები აქვთ? მინდა ჭარაში დაბრუნება. ქართული ღვინისა და ხილის შემდეგ რუსეთის ბაზარზე მწვანილის ექსპორტიც დაიწყება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციაში ქართული კამა, ოხრახუში და ქინძი გავა. საექსპორტო მწვანილის ხარისხს რუსი ფიტოსანიტარები ადგილზე შეამოწმებენ. გურჯაანის აგრარული ბაზრის მემწვანილეების თქმით, ადგილზე მწვანილის რეალიზაცია უჭირთ. იმპორტის შემთხვევაში კი ბოსნეულის წარმოებას გაზრდიან. შეგეხსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოდან მწვანილის იმპორტი 2005 წელს როსსელხოзнадзоრის დასკვნის საფუძველზე შეზღუდა. თუ ფასი იქნება, როგორ არ გავიდან? გზები ის არის, საიდან უნდა წავიდეს, საიდან უნდა მოვიდეს. გავიდან რუსეთში თუ ფასი იქნება, მაგრამ გიზავკი რაც აქ არაფერი არ გამოდის. მწვანილები თვილად დავცესებ გრით. მწვანილების მიდრე გვაქვს ჩვენ სოფიაში. სულ მწვანილები ბოსტონებად. სულ სავსეა. არ იყიდება, აკეთել თეთრ-ათილაში 10 ლარი ვერ ვაჭრებ. გავიდანთ, თუ გაიყიდება, გზა გახსნება, წავიღებთ. როგორ არ წავიღებთ? წარმატებული და მაღალშემოსავლიანი რთველის შემდეგ კახეთში მევენახეებმა ვაზის მასიური გაშენება დაიწყეს. ვარაუდობენ, რომ მომავალ წლებშიც ტენდენცია შენარჩუნდება და ფასი კვლავ მაღალი იქნება. ისინი ძირითადად საფერავის ჯიშის ნერგებს რგავენ, რადგან შარშან 1 კილოგრამი საფერავი 3 ლარიც კი ღირდა. 3 გექტარზე უყრი საფერავს. შარშან იყო საფერავის ფასი 3 ლარი და 30 თეთრი. აქ იდგა ქლიავი. ქლიავი ამორტიზირებული იყო, აღარ მაძლევდა მოსავალს, ის გავძირკვე და უყრი ეხლა სუნთელში საფერავს რომ. ამ ბოლო პერიოდში ფასი დაედო. ამასთან უკვე არაფერი აღარ არის ვენახისთან, განსაკუთრებით საფერავისთან. წელს კიდე ვენახებს გასულ წლებთან შედარებით ფასი ჰქონდა და ვცდილობთ ხალხი რომ მევენახეობას მიყვეთ. 2014 წელს უკვე გაშენდა 6 გექტარამდე ვენახე. და მიმდინარე წელსაც გაშენებულია უკვე 600 გექტარამდე ვენახე და სავარაუდოდ 200 გექტარი კიდე გაშენდება. ეს გამოიწვია უკვე ხალხის მოტივაცია შეექმნათ მევენახეებს რომ საკმაოდ სოლიდური შემოსავალი. მარტო ყოლის რაიონში 2014 აი გასული წლის რთულიდან შემოსავალმა 55 მილიონს გადააჭარბა. მემოხუდაშნის საბავშვო ბაღის ყოფილი მენეჯერი სამსახურში აღდგენას ითხოვს და დახმარებისთვის სახალხო დამცველს მიმართავს, რადგან სასამართლო დავის დასაწყებად საკმარისი ფინანსები არ აქვს. იგი 36 წლიანი მუშაობის შემდეგ 5 ნოემბერს როგორც თავად ამბობს სამსახურიდან უსაფუძვლო ბრალდების საფუძველზე გაათავისუფლეს, რაშიც თელავის გამგებელ ალექსანდრე შათირიშვილსა დანაშაულებს. ყოფილი მენეჯერი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. თელავის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებაში კი აცხადებენ, რომ ნუნუ ზაქალაშვილთან დაკავშირებით სიახლე არ იგეგმება.
გამანთავისუფლეს განზრახ-მოწყობილი უსაფუძვლო ბრალდებებით უკანონოდ 5 დღეში 5 ნოემბერს მას შემდეგ დავდივარ, ვის აღარ მივმართე, მაგრამ სამართალი ვერ ვიპოვე. ასე მითხრეს, საკვები პროდუქტი ელაგა სახში წასაღებადო. ამ ცილის წამებას მე არ ვაპატიებ, აქამდის დავდიოდი და რა კი მე სამართალი ვერ ვიპოვე, თავი უნდა მოვიკლა თუ სიმართლეს ვერ ვიპოვე. არ ვიცი, ვინ იქნება ჩემი დამცველი, ვინ დაიცავს, ვინ მაპოვინებს სიმართლეს. მაშინ როცა ბაგაბაგების გაერთიანება გადაწყვიტა, რომ ამ ქალბატონისთვის ვადაზე ადრე შეეწყდა ხელშეკრულება, ეს ნიშნავს, რომ თავისთავად ხო აღიქნება, რომ ანუ ბაგაბაგების გაერთიანებას არ მოწონს ხო ეს თანამშრომელი, რა კი ვადაზე ადრე უწყვეტავს ხელშეკრულებას და შესაბამისად უკვე დაბრუნებაზე აღარ არის საუბარი. ფონასა და ჰერეთის კარში ჩასახლებული ეკომიგრანტების ნაწილს მშობლიურ აჭარაში დაბრუნების სურვილია. მთიან დასავლეთში გაზრდილებს საცხოვრებლის დატოვება მეწყერმა აიძულათ. მათი ნაწილი ლაგოდეხში უკვე 25 წელია ცხოვრობს, თუმცა გარემოსთან შეგუება დღემდე უჭირთ. როგორ ცხოვრობენ ისინი და რა პრობლემები აქვს, ნახეთ პერაიაშვილის სიუჟეტი. მუშაობ კიტრის გამოყვანაზე. ეკიტრი ითესება 2-3 დღის შემდეგ უნდა ამევიდეს. ორ თვეში ნაყოფი უნდა მივიღოთ. და გაგვაქვს ადგილობრივ ბაზარს. მიხეილ აბაშიძის ოჯახი მე-7 წელია ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფონაში ჩამოსახლდა. მან მშობლიური მხარე ხულოს რაიონის სოფელი ვერნები მეწყერულ ზონად გამოცხადების გამო 2007 წელს დატოვა. ბავშვობა და ახალგაზრდობა მაღალმთიან აჭარაში გაატარა. ჩამოსვლის პირველ წლებში ახალ გარემოსთან შეგუება გაუჭირდა, თუმცა ოჯახთან ერთად ბოსტნეულის მოყვანა გადაწყვიტა და დღეს უკვე ვეღარ წარმოუდგენია თავის კუთხეში დაბრუნება. წელიწადში ერთხელ ცდილობენ აჭარაში ჩავიდნენ და მონატრებული ახლობლები და ნათესავები ნახულონ. პირველად რო ჩამევედი, ოჯახით რო ჩამოვედით, ძალიან გულთბილად და გულღიად შეხვდა აქავრი ხალხი. რა თქმა უნდა ეს ოსები, ოსური სოფელი. არ არსებობდა კამპანია, არ არსებობდა დღეობა, რომ ჩვენ თავი არ გეტაპატიჟები და დღესაც გრძელდება ეს ტრადიციები. ზოგს რა მოქონდა, ზოგს ღვინო მოქონდა, ზოგს არაყი მოქონდა, ზოგს ქათამი და რა ვიცი ახლა ცოცხლა და ასე რომ ზოგმა შეშის მოტანაში დაგვეხმარა ცხენი არ ხვავდა ახალ ჩამოსულებს. სიკეთის მადლობის მეტი არაფერი არ მithმის ამ ხალხს უმაღლეს ზონით. ჩვენთან არის დღესასწაულის შუამთობა. მთებში ალაღებზე ვიცით სტუმრობა. თითქმის ყველა ნათესავი სტუმრობთ, ერთი მეორეს ვნახულობთ იქ. აბაშიძეების აზრით ეკომიგრანტის სტატუსი სხვებისგან არაფრით გამოარჩევთ და ოს და აზერბაიჯანელ მეზობლებთან ჩამოსვლის დღიდან მეგობრობენ. როგორც ეკომიგრანტი მე თავს ვერ გზნობ. ესე სიტყვა ეკომიგრანტი ცოტა ხერხული სიტყვაა და რა ვქნა ახლა სტატუსი გვაქვს ეკომიგრანტის, მაგრამ ვარ ჩემ კუთხეში, ჩემ ქვეყანაში და ვცხოვრობთ. სახლი, სადაც დღეს ცხოვრობენ, მათი კერძო საკუთრება არ არის, თუმცა იმედი აქვს, რომ დროთა განმავლობაში დროებით საცხოვრებელს დაიკანონებენ. ჯერჯერობით ამ სახლის მე პატრონი, ამ თავის მის პატრონი არის პირდაპირ მითითებული სახელმწიფო. ის ამათი ასე უწერია. ჩვენ გვაქვს უადო დროით, განუსაზღვრელი დროით ამის სარგებლობა. ალბათ გავა კიდევ დრო 2 წელი თუ 3 წელი გადმოვა მთლიან სარგებლობაში. სოფელ ფონაში მცხოვრებ ეკომიგრანტებისგან განსხვავებით ჰერეთის კარში 90-იან წლებში ჩამოსახლებული აჭარელების ნაწილი ამჟამინდელი ცხოვრებით უკმაყოფილოა. მართალია მათ ბინები სახელმწიფომ დაუკანონა, მაგრამ ახალ გარემოს თითქმის 25 წლიანი ცხოვრების შემდეგაც ვერ შეეგუნენ. ამბობენ, რომ თავის კუთხეში ბედნიერი ცხოვრება ჰქონდათ და იქ დაბრუნებას ნატრობენ. ეს სახლი საჩუქრად მოგწეს მასლა საკუთრებაშია იმ ასლანაბაშიძემ გადაიხადა მისი თანხა. მაგრამ დღეს დღეობით ვერ ცხოვრობთ. მინდა აჭარაში დაბრუნება. მაგრამ როდის დაბრუნდები ახლა? მაგრას ნატრობ ყოველ. მეც როგორც ყველა ემიგრანტს რა ვიცი, მეც მიფიქრია ალბათ იქ ცხოვრებისთვის, აქ ცხოვრება მაინც კარგია, მაგრამ მაინც ახლა შენი კუთხე მაინც გენატრება და მაინც გიყვარს. ამ ადამიანებს დღეს ეკომიგრანტები ქვიათ. მართალია ისინი საზღვარგარეთ ემიგრაციაში არ იმყოფებიან და თავიანთ სამშობლოში ცხოვრობენ, თუმცა ისინი ყოველ დღე ფიქრობენ იმ დღეზე, როდესაც დაუბრუნდებიან თავიანთ ფესვებს და ფუძეს.
გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განმაგზავნებთ, რომელსაც თამარ ჭანყოშვილი გაგაცნობთ. საჯარო მოხელეთა ნაწილს შესაძლოა პასუხისმგებლობა არ დაეკისროს. საშუალო და ქვედარგორის საჯარო მოხელეებს, რომლებმაც შესაძლოა გადაამეტეს თავიანთ უფლებამოსილებას, მაგრამ არ აქვს ჩადენილი წლის სამართლის დანაშაული, არ საერთაშორისო ორგანიზაცია აირაი ქალთა გაძლიერების პროექტს იწყებს. ქალები რეგიონებში განსაკუთრებით აქტიურია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ დღესდღეობით არჩეული ქალებიდან საქართველოში არც ერთი მერი არ არის ქალი. მოგესალმებით და იმ ძირითად მოვლენებს გაგაცნობთ, რაც დღეს რეგიონს გარეთ ვითარდებოდა. საშუალო და ქვედარგოლის საჯარო მოხელეებს უფლებამოსილების გადამეტების გამო პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ. მთავარ აქცენტს გამოძიება გააკეთებს დანაშაულის ინიციატორსა და ორგანიზატორზე. ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციაზე განაცხადა. საშუალო და ქვედარგორის საჯარო მოხელეებს, რომლებმაც შესაძლოა გადაამეტეს თავიანთ უფლებამოსილებას, მაგრამ არ აქვს ჩადენილი წლის სამართლის დანაშაული, არ დაეკისროს პასუხისმგებლობა. მე მინდა გითხრათ ის, რომ ჩვენ მთავარ აქცენტს ალბათ გამოძიება გააკეთებს დანაშაულის ინიციატორზე და ორგანიზატორზე. როგორც მოახსენეთ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიქმნა უკვე სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი. აღნიშნულ დეპარტამენტი გამოიძიებს საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ იმ დანაშაულებრივ ფაქტებს, რომელთა შედეგადაც მოქალაქეებს მიადგათ ფიზიკური და მატერიალური ზიანი. პროკურატურის ახალ დეპარტამენტს საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ დეპარტამენტის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. დეპარტამენტი მოქალაქეების უფლებების დარღვევის საქმეებსა და საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულს გამოიძიებს. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში დაზარალებულთა კოორდინატორები დაინიშნებიან, რომლებიც დაინტერესებულ მხარეებს გამოძიების მსვლელობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. ბევრ ჩვენ მოქალაქეს, როგორც გააღნიშნე, აღუდგა დარღვეული უფლებები, მაგრამ ამის მიუხედავად, პირფასო მეგობრებო, რა თქმა უნდა დარჩა იარები, რომლებსაც სჭირდება მოშუშება. და იარა ვერ მოშუშდება, სანამ თავისი სახელი არ დაერქმევა ყველა დანაშაულს. და ბოლოს, მე გამოვთქვა იმეც, რომ პროკურატურის შექმნილი ახალი სტრუქტურა თავს გაართმევს ამ მეტად ურთულეს ამოცანას და რამდენადაც შესაძლებელია მოკლე ვადაში, რა თქმა უნდა გონივრულ ვადაში, კვალიფიციურად გამოიძიებს და პასუხს გაცემს ყველა იმ კითხვას, რომლებიც აღელვებთ როგორც კონკრეტულ დაზარალებულ პირებს, ისე მთელს ჩვენ საზოგადოებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი მიხეილ ქვირია დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 3 მარტს მან ინდოეთისა და ერაყის მოქალაქეებს თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საბურთალოს რაიონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6300 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შესაძენად აუქციონის მომზადებისა და ჩატარების უზრუნველყოფაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 10,000 ამერიკული დოლარი გამოართვა. დავაკავეთ საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, რომელმაც ინდოეთის და ერაყის მოქალაქეებს თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საბურთალოს რაიონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6300 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შესაძენად აუქციონის მომზადებისა და ჩატარების უზრუნველყოფაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 10,000 დოლარი. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ქალთა გაძლიერების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი ჩართულობისა და საზოგადოებაში გააქტიურებისთვის საერთაშორისო ორგანიზაცია აირაი ახალ პროექტს იწყებს. პროექტი 1 წლის განმავლობაში საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში განხორციელდება. პროექტი გაგრძელდება 1 წლის განმავლობაში. ჩართული იქნებიან 8 მუნიციპალიტეტიდან ქალები, ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარტიული განსხვავებულობანი ყველა პარტიიდან იქნება ჩართული და მთელი წლის განმავლობაში გვექნება პროექტები, რომლის ესე ვთქვათ ორგანიზებასაც და ესე ვთქვათ საკრებულოში წარდგენას ყოველთვის განახორციელებენ ეს პროექტში ჩართული ქალები. ქალები რეგიონებში განსაკუთრებით აქტიურია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ დღესდღეობით არჩეული ქალებიდან საქართველოში
არც ერთი მერი არ არის ქალი, დანიშნული გუბერნატორებიდან არც ერთი არ არის ქალი, გამგებლებიდან 59 გამგებელიდან მხოლოდ ერთი არის არჩეული ქალი, ამდენად გადაწყვეტილების მიღებ დონეზე ქალების არჩევა არ ხდება. ადგილობრივი თვითმმართველობა და რეგიონები განსაკუთრებით საჭიროებს ქალთა ისევე როგორც მამაკაცთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე და საქართველოს არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ის საფრთხეები, რომელიც აქვს. საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული და ქალებმა თავიანთი გასაჭირი და თავიანთი პრობლემები ისევე იციან როგორც მამაკაცებმა. ასეთი იყო ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია ნახვამდის. ციხე, რომელშიც ჩაჯდომაზე ადამიანები ოცნებობენ. YouTube-ის ვარსკვლავმა ზღვის გოჭებმა პატრონი გაამდიდრეს. გამშვებას უცხოეთის ამბებით განვაგრძობთ. იტალიის სანაპიროებთან ბორანის გადატრიალების შედეგად ევროპაში მოხვედრის მსურველი 10 მიგრანტი დაიღუპა. იტალიის სანაპირო დაცვამ 500 მიგრანტის გადარჩენა შეძლო. ისინი სიცილიის პორტში გადაიყვანეს. მსგავსი ინციდენტების შედეგად გასულ თვეს აფრიკიდან იტალიისკენ მიმავალი 300-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა. მათი უმრავლესობა ლიბიიდან იყო. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ პოლიტიკური მკვლელობები რუსეთში უნდა დასრულდეს. ამის შესახებ BBC იტყობინება. მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მაღალი დონის დანაშაულს. აღნიშნული განცხადება კრემლის ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გასულ კვირას 55 წლის რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოკლეს. მკვლელობის ზუსტი მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დასავლელმა ლიდერებმა მას პოლიტიკური მკვლელობა უწოდეს. ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაცია მომხდართან კავშირს უარყოფს. დონეცკის ოლქში ზასიატკოს ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილას სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ვარაუდობენ, მაღაროში კიდევ ათობით ადამიანი იმყოფება. წინასწარი ინფორმაციით აფეთქება მეთანის გაზის აალებამ გამოიწვია. ზასიატკოს მაღაროში მსგავსი შემთხვევები ხშირია. ბოლო 1 წლის განმავლობაში მომხდარ ინციდენტებს 200-ზე მეტი მაღაროელი შეეწირა. ახლა კი საინტერესო ამბავი, რომელიც პალიტრა TV-მ გაავრცელა. ნორვეგიის ციხეების უმრავლესობა რადიკალურად განსხვავებულია იმისგან, რასაც დანარჩენი მსოფლიოს ციხეები წარმოადგენენ. აქ ძალადობა თითქმის არ არსებობს. ბადრაკსა და პატიმრებს შორის არის მეგობრული დამოკიდებულება. საკვები ჯანსაღია და მრავალფეროვანი. პატიმრებს ემსახურება ფსიქოლოგი და სხვა ექიმები, რომლებიც ზრუნავენ მათ სულიერ თუ ფიზიკურ პრობლემებზე. გარემო მაქსიმალურად კომფორტულია, პატიმრებს გართობის თითქმის ყველა საშუალება აქვს. მათ შეუძლიათ ოჯახის წევრები უიკენდზე სტუმრადაც მიიღონ. დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებელმა ლორა მელორსმა საკუთარი ზღვის გოჭებს ინტერნეტში გაუთქვა სახელი. მას შემდეგ, რაც მის ცხოველებს YouTube-ზე 10,000-ობით გულშემატკივარი გამოუჩნდა, მან სამსახური მიატოვა და ვიდეო ბლოგერი გახდა. მღრღნელებს ვიდეო პორტალზე 54,000 ხელმომწერი ჰყავთ. გადაღებული ვიდეოებს ბრიტანელისთვის ყოველთვიურად 2,000 ფუნტი დაახლოებით 3,000 евро მოაქვს. მელორსი ბუღალტრად მუშაობდა, თუმცა ზღვის გოჭების პოპულარობამ მას უფრო მეტის გამომუშავების შესაძლებლობა მისცა. დედაშვილობაზე გადაღებული ფილმი შესანიშნავ ნამუშევრად აღიარეს. გამოშვებაში ასევე ნახავთ. პორტუგალოსნები ერთმანეთს საქართველოსა და ოჯახების სიყვარულით ამხნევებენ. და ბოლოს ინფორმაცია კულტურისა და სპორტის შესახებ. მალაიზიური მოკლემეტრაჟიანი ფილმი სახელწოდებით „დადექი ჩემს გვერდით“ კინოკრიტიკოსებმა ერთხმად აღიარეს შესანიშნავ ნამუშევრადად. ემოციებსა და ყოველდღიურობაზეა გათვლილი. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელსაც ავარიის შედეგად ფიზიკური შესაძლებლობები ეზღუდება. დედა მასზე ზრუნვა არ შეწყვიტა და ყოველდღიური ცხოვრების გაგრძელებაში ეხმარება. ქართველი მორაგბეების საოცარი სიტყვები თამაშზე გასვლის წინ. ჩვენი სახელოვანი ბორჯღალოსნები ერთმანეთს საქართველოსა და ოჯახების სიყვარულით ამხნევებენ. სპორტსმენები გუნდს მოუწოდებენ, რომ ყველა გამარჯვება მრავალჭირნახულ სამშობლოს მიუძღვნან. მათი ასეთი პატრიოტული დამოკიდებულება სოციალური ქსელების მომხმარებლების აღფრთოვანებას იწვევს. მორიგი გოლი გაიტანა აზიის ჩემპიონთა ლიგაში ტაშკენტის ფახთაქორის ქართველმა კაპიტანმა კახა მახარაძემ, რომელიც ეროვნული ნაკრების კანდიდატად განიხილება. ფახთაქორი აზიის ჩემპიონთა ლიგის ბეჯგუფის მეორე ტურის შემდეგ 4 ქულით ლიდერობს. ახლა კი ვნახოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ.
ჩვენი გამოშვება ამით დასრულდა, ნახვამდის.